გამარჯობა ყველას, ჩემო მტკბილებო და საყვარლებო, როგორ ხართ? იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად და ბედნიერად. მინდა ყველას თითოეულ თქვენგანთ მოგილოცოთ ახალი წელი გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ეს წელი იყოს ყველასთვის ბედნიერი, მშვიდობიანი, ყველა თქვენი მიზნის და სრული სასრულების წელი მშვიდობიანი, რაც მთავარია და მოკლედ ყველაფერი საუკეთესო წელი თქვენთვის ისეთი წელი გქონოდეთ, როგორც გინდათ რომ გქონდეთ და როგორც ისურვებთ. იმედი მაქვს, რომ ყველას გექნება თქვენთვის სასურველი წელი და ეს 2025 წელი იქნება ყველაზე ბედნიერი და ყველაზე წარმატებული თითოეული ჩვენგანისთვის. სიმართლე რომ გითხრათ, მე ვიცი რომ ეს ვიდეო დამაგვიანდა, მაგრამ ხომ იცით როგორ წყდება ხოლმე ახალ წლებზე სტუმრები, ბევრი საქმეები. კიდევ წელს სიმართლე რომ გითხრათ, ჩემმა ახალი წლის განწყობამ ცოტა კიდევ იკლო. ეხლაც ჩემი დეიდაშვილი ლუკა, გურიკას ძმა არის ჩვენთან და რამდენიმე დღე აქ დარჩება. და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ლუკას ძალიან იშვიათად ვნახულობთ, იმიტომ რომ ლუკა დადის ფეხბურთის აკადემიაში და იქიდან ძალიან იშვიათად ახერხებს ხოლმე ჩვენთან და ზოგადად სახლშიც იშვიათად არის და ასე შემდეგ. წელს სიმართლე გითხრათ, ახალ წელს რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა და არც გამიკეთებია. და ისე შევხვდით არ მაცადეს ვიდეოს გადაღება ვუნდა, ამიტომ ჩემი ოთახი გაგრძელებ. ჭამე 12 მართვალი ყურძენი მაგიდის ქვეშ, როგორც ესეთი ტრადიცია, სრულების ასრულების. ეს არ არის გოდი ესპანური თუ მექსიკური ტრადიცია და იქ წლების მანძილზე აკეთებენ, რომ 12 საათზე 12 მარცვალი უნდა ჭამო მაგიდის ქვეშ და ჩაიფიქრო 12 სრული. თითო მარცვალი, თითო სრული 12 წუთში უნდა მოასწრო. ანუ თითო წუთი, თითო მარცვალი. ანუ მე თვითონ ესე მითხრა მექსიკელმა მეგობარმა და ანუ მაგისგან გეუბნებით, ანუ დადაპირველი წყაროსგან დადასტურებულ ინფორმაციას გეუბნებით. ძალიან ბევრი ცოტა მგონი არასწორად აკეთებდა ვიდეოები რაღაცები ვნახე, მაგრამ ანუ ჩემი ოჯახში წლების მანძილზე აკეთებენ და ესე მითხრა და მეც ესე გავაკეთებ. ბევრი ამბობს რაღაცა გათხოვებასთან არაფერ შუაში არ არის. არის სასრულების ასრულებასთან, როგორც 12 თვის სიმბოლო, ანუ ციკლი წლის მანძილზე. ხო და მაინც გავაკეთე და ვნახოთ როგორი წელი იქნება. კიდევ რა შეიცვალა ახლა ამ წელს. ბევრი რამე შეცვალა, მინდა სიმართლე რომ გითხრათ, თქვენ დიდი ხანია ვფიქრობთ მის წელი შეცვალა და მინდა ცოტა ღია ფერისკენ წავიყვანო ჩემი თმა და მსუბუქი თბილი მილირება გავიკეთო. უკვე დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ და მიზის ეს ტვინში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ არ ვარ ისევ დარწმუნებული, ეს მიხდება თუ არა და ღირს თუ არა ამის გაკეთება. კიდევ რა შაქარზე ვამბობ ნეუნება, სრულიად ვარს მე არ ვიტყვი შაქარზე, ვერ ვიტყვი, უცხოპლანეტელი არ ვარ, მაგრამ თუ მე ვიყრედი ყავაში ან ჩაიში 4 კოვს შაქარს, დავედი 2 კოვს შაქრამდე. ეხლა ვიყრი 2 კოვს შაქარს ზუსტად, ადრე ვიყრედი 3-4 კოვს და შეიძლება ცოტა კიდე დამემატებინა. წარმოგიდგენთ. ეხლა 2 კოვს შაქარს ხმარობ და ისე შევეჩვიე, რომ საერთოდ ვერ ვგრძნობ იმ 4-5 კოვსა და ამ 2 კოვს შაქარს შორის განსხვავებას, ანუ ერთი და იგივე სიტყვა გეხა უკვე ჩემთვის. შოკოლადებზე და ზოგადად ტკბილეულზე გაზიანი საერთოდ უკვე 2-ზე მეტი ამე გაზიანი არ დამილევია, ერთი ჭიქათავლია. ახალ წელს იცით ძალიან ცოტა კოკაკოლა, ფაქტურად ვარი ვთქვი. ახალ წლამდე 2 თვით ადრე საერთოდ არ მქონდა არანაირი გაზიანი და ნალევი და არც არანაირი შოკოლადი ნაჭამი. ტკბილეულს ცნელნობა არ ვამბობ, ანუ ტკბილს შაქარს ვიღებ, მე ძალიან მიყვარს ჩირი, მიყვარს პორტოხალი, მიყვარს ბანანი და აი ამ ყველაფრით ვცდილობ ჩავანაცვლო შოკოლადები. ვჭამ, მაგრამ ისეთი რაოდენობით არ ვჭამ, როგორც ამას მე ადრე ვაკეთებდი და ადრე ვჭამდი. სრულად ამოღებას მე არ ვაპირებ, მაგრამ მინდა რომ ის შევამცირო, რამდენადაც მე ამას შევძლებ.
იმიტომ რომ ყავაც ხოთა შორის მე ყავას თუ ადრე ვსვამდი 3-2-4 ჭიქას, ეხლა მხოლოდ 1 ჭიქას ვსვამ დილით, 1 მოზრდილ ჭიქას, როგორც აქამდე ვსვამდი. მოზრდილი არ არის საშუალო ჭიქა და მორჩა. მე ყავას მორჯერ ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა მე არ ვსვამ. და მოკლედ რაღაცები შევცვალე და კიდე რაღაცები მინდა რომ შევცვალო, გამიმართლა რომ ვარ პრინციპული ადამიანი და რომ ვიტყვი რომ მე ამას არ გავაკეთებ, მეთქი რომ უყუდებოდი მე ამას არ გავაკეთებ და ეგ ძალიან მეხმარება ასეთი რამეების დროს, იმიტომ რომ მარტივად ვამბობ რაღაცებზე ვარს. ამას თავისაგებად კი არ ვამბობ, უბრალოდ ეს თვისება მაქვს. და თუ მიცნობთ ახლოდაც იცის რომ ეს თვისება მაქვს. და კარგია, იმიტომ რომ ბევრი რაღაცას ნელა შევცვლი, იმედი მაქვს. მაგრამ და რთულია ესე ერთ დღეში ყველაფერი შეცვალა, ანუ ხო არის ხოლმე რომ ახალი წელი რომ მოდის და ვაიმე აი ამის მერე მე ამას აღარ გავაკეთებ და ეგრე არ გამოდის, ეგრე არ ხდება. არც ძალიან მინდა რომ ესე ერთ დღეში ყველაფერი იცვლებოდეს, ვაიმე როგორ მინდა, მაგრამ არ ხდება ეგრე. კიდევ რა, ეხლა მალე შობა მოდის, ზელით ახალი წელი მოდის და ძალიან მიყვარს. მაგრამ ეს ორი ახალი წელი რაღაცა ცოტა ისეა ჩემთვის. ერთ წელს გადამაგხალ რა მეორე რატო გვაქვს ახალი წელი. არ ვიცი. რაღაცა მგონი ასაკთან ერთად ახალი წლის ის ეფექტი აღარ მაქვს, რაც ადრე მქონდა. ის განცდა და ის სულისკვეთება. კიდევ რა უნდა მეთქვა, ხო, მე უკვე მოვამზადე გურიკა და ლუკას დაბადების დღესაჩუქრები. გურიკა და ლუკას აქ 10-ში ორივეს დაბადების დღე, 10 იანვარს. მაგრამ არ ვიცი როგორ მივცემ, იმიტომ რომ სახლში არც ერთი მათგანი არ არის ხოლმე. გურიკა ჯარში დადის, ჯარის შემდეგ ვარჯიშზე მიდის. ლუკა სულ აკადემიაშია, ეხლა კიდევ ოპერაცია უნდა გაიკეთოს და მოკლედ, ანუ არ ვიცი, ვფიქრობ. ლუკა აქ არის, მაგრამ გურიკა ვერ მოვიტყუე, ვიფიქრე ადრე მივცემთქო. ანუ რამდენიმე დღით ადრე მივცემ, მეთქი კი ვიფიქრე, მაგრამ ლუკა მოვიყვანე და გურიკა ვერ მოვიტყუე ვერაფრით. ამ დილითაც ვწერდი რომ მეთქი მოდი. მაგრამ წუხალ არ ეძინა და დღეს ძინავს მთელი დღე და ხვალ კიდევ ვარჯიში აქვს და შანსი არა, ზე კიდე ისევ ჯარში მიდის და შანსი არა მაქვს. მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. და ესე ცალ-ცალკე რომ მივცე, ეგრე არ მინდა. ანუ ერთ რო ეხლა მივცე და მერე რომ მივცე, მეორეს მე ეგრე არ მინდა. ხოდა არ ვიცი. ახლა მინდა რომ ეგ საჩუქრები გაჩვენოთ. მაგრამ მე მეშინია რომ ამ ვიდეოს ნახავენ. მანამ ანუ საჩუქრებს მივცემ და ამიტომ არ გაჩვენებთ საჩუქრებს. მე მაინც გაჩვენებ, მაგრამ მოგვიანებით. ხოდა ის არის მელიორი გითხრათ. დიდი არაფერი არ მომხდარა ახალ წელს. არ იყო დიდი მხიარულება. მგონი უკვე რამდენიმე წელია მხიარული ახალი წელი არ ყოფილა, სამწუხაროდ. და ეს იყო ვერი ისეთი. ისე ვისურვებდი რომ აი ძველებური მუხტი რა კონდეს ახალ წელს. ალბათ იმიტომ არ აქვს რომ რამე იცვლება, არ მესმის, მაგრამ ბევრი რამე ხო შეიძლება რომ კარგისკენ შეიცვალოს, აი რატო მაინც რაღაცა აი ხო ამბობენ რომ ბევრი რამე იცვლება. აი ცუდისკენ რაღაც ნეგატივი, ან ხო შეიძლება და უარესი ყოფილიყო, ანუ რატომ ყოველთვის ნეგატივზე, ხო შეიძლება და უკეთესი ყოფილიყო, ან ხო შეიძლება რაღაცები კარგისკენ შეიცვალოს. არ ვიცი. რაღაცა თითქოს ირგვლივ ყველა და ყველაფერი არის ნეგატივისკენ მიმართული. და ძალიან მაღაზიანებს იქ ფაქტი. კიდევ რა მინდა კიდევ ამ წელს გავაკეთო, მინდა ძალიან ამერიკული კონტენტი დავიწყო. უკვე ამაზე ვფიქრობ, რაც 2025 წელი შემოვიდა მაგის მერე. ეგ აზრი შემომიჩნდა და არ ვიცი რატო, მინდა რომ ამერიკული კონტენტი გავაკეთო. შემიძლია ამერიკული, აი მაგალითად ამბობენ რომ ამერიკაში TikTok-ი იხურებაო, მაგრამ ძალიან მინდა რამდენიმე დღეა ამერიკული TikTok-ი გავაკეთო. ან ვინმე ჩემს მეგობარს ხო ვინც არის ამერიკაში რომ გამიკეთოს, ანუ იქიდან და მე აქ გამოვიყენო, ანუ შეიძლება იქით რამე ცოტა შორის და ეგ ძალიან მინდა, მაგრამ არ ვიცი ჯერ კიდევ ვფიქრობ მაგაზე. ინგლისურად ლაპარაკი შემიძლია, ანუ აქცენტი მაქვს და იდეალური ინგლისური არ მაქვს და ვფიქრობ რომ იდეალური ინგლისური არც უნდა
კონდეს, იმიტომ რომ ინგლისური ჩემი მეორე ენა და არა ჩემი მშობლიური ენა და არ ვალდებული სხვა რომელიმე ენა ვიცოდე იდეალურად გარდა ჩემი ენისა. და ამ სავალდებულება არავის არ აქვს. ჩემი აზრით, ანუ რატო ვერ ლაპარაკობ მაგალითად ინგლისურად იდეალურად რო ემგები. არ უნდა ილაპარაკო იდეალურად, თუ ინგლისური შენი მშობლიური ენა არ არის. არ უნდა ილაპარაკო იდეალურად. არ გაქვს ეგ ვალდებულება. მაგრამ ლაპარაკობ და მესმის და იმ სხვაებსაც ვაგებინებ ყველაფერს და ამიტომ მაინც მგონია რომ გავაგებინებ რამეს და თან კიდევ დამეხმარება რომ გავივარდიშო ენა, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში მე ძალიან იშვიათად მიწევს ინგლისურად ლაპარაკი, თუ ჩემს რომელიმე მეგობარს არ ველაპარაკები FaceTime-ით და რომელიც არ არის საქართველოში ან არ არის ქართველი და ასე შემდეგ. ამიტომ ესე კიდევ მაქვს რაღაცა პატარ-პატარა სურვილები ამ 2019 წელს, მაგრამ არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ როგორი წელი იქნება, ნუ ერთად ნახავთ, მაგრამ აი იმედი მაქვს რომ ისეთი დასტოპებული 2024 წელი რო შევაჯამო პირადად ჩემთვის როგორი წელი იყო. არ იყო ცუდი წელი, აქედან დავიწყებთ. იყო ძალიან 7 წელი. ანუ რა კუთხით გეტყვით. 2024 წელს ჩემს ცხოვრებაში საერთოდ არაფერი არ მოხდა. საერთოდ არაფერი არ მოხდა. ანუ იცით როგორი წელი იყო? აი დეპრესია დამემართა მოწყენილობისგან. ანუ აი ირთზოლად აი კაც რო მკვდება და აი ერთი ზოლი რომ აი ეგეთი წელი იყო. აი ჩემთვის იყო ეგეთი წელი. აი საერთოდ არაფერი არ ხდებოდა. აი საერთოდ არაფერი არ მომხდა რა. აი 0 არაფერი არ მომხდა რა. 0 იყო საერთოდ. არ ვიცი. აი არ ვიცი რატომ, მაგრამ იყო ჩემთვის ძალიან არაფრის წელი არ იყო. არაფრის წელი არ იყო. არაფერი არ მოხდა. აი ძალიან ისეთი წელი მქონდა. თუ ხდებოდა რამე და თუ ვიგებდი იყო რამე ცუდი, იმიტომ რომ ყველგან ყოველთვის ესე ხდებოდა, მაგრამ აი ცუდი პირადად აი როგორ თქვა, მე კი არ მართლობა და მე კი არ დამემართა, მაგრამ ანუ რაღაც ისე ხვდებით, რაც გულისხმობ, მაინც რომ მოქმედებ შენზე, მაგრამ აი რაღაცნაირი როა და აი კარგი არაფერი არ იყო. აი მაინც რაღაცა ესე ერთ დონეზე მიდიოდა ყველაფერი. აი ხო არის რომ ამბობენ რომ აი ცუდს კარგი მოსდევს, კარგს ცოტა შეიძლება რაღაც აი არა ერთი იყო აი და მიხარია რომ დასრულდა. თუმცა აქვე ვიტყვი რომ 2023 წელი იყო ჩემთვის. ანუ რო გავიაზრო, ისეთი საძირღარი წელი იყო 2023 წელი. 2023 წელი რომ მიდიოდა და რომ მთავრდებოდა და 2024 შემოდიოდა, მე ვიყავი უბედნიერესი რომ დამთავრდა, იმიტომ რომ იყო ყველაზე საძაგელი წელი იყო ჩემ ცხოვრებაში. და აი მადლობელი ვიყავი და დღეებს და საათებს ვისვილი რომ როდის დამთავრდებოდა 2023 წელი, იმიტომ რომ იყო ყველაზე აი დედა მიტირა, რასაც ქვია მაგ წელმა. 2024 წელი ეგეთი საშინელი არ იყო. ბევრი რამე ცოტა დამშვიდდა, მაინც ვიტყოდი და ნახოთ 2025 წელი რას მიმზადებს. აი რაღაცა ისეთი for feeling მაქვს რომ აი 2024 წელი იყო, იმიტომ მშვიდი რომ 2025 წლისთვის მომემზადებინე. არ ვიცი ოღონდ რატომ, მაგრამ ეგეთი შეგრძნება მაქვს. და ნახოთ აბა რამდენად მართალია ჩემი შეგრძნება. არ ვიცი. ნახოთ, ერთად გავიგებთ ყველაფერს. სულ ეს იყო სიმართლე გითხრათ. დიდად მოლოცვები არ მიმიღია და არც გამიცია ახალ წელს. ნუ ჩემს მეგობრებს მივულოცე, ვინც ძალიან ახლო მეგობარია, რა თქმა უნდა დედა ჩემს, რა თქმა უნდა დეიდა ჩემს დეიდაშვილებს და ნუ ესე ახლო ნაცავებს და რამდენიმე მეგობარს, მაგრამ აი რაღაც ისეთი არ იყო რა. ახლა ჩვენთან იწყება სრული დაბადების დღეების თვეები, იმიტომ რომ ჩემი დეიდაშვილების დაბადების დღე მოდის, მე ჩემი მოდის მალევე, ბაბუა ჩემის მოდის და მე რომ მიეწყობა, მე კიდე ჩემი უფროსი დეიდაშვილის დაბადების დღე მოდის, ისევ თებერვალში. თებერვალში მყავს ძალიან ბევრი, ანუ მე თავად თებერვალის თვეს ვხსნი და მე უკვე ჩემს ახლობლოში იმდენი დაბადების დღეა თებერვალში, რომ მე მყავს ძალიან ბევრი მერწყული გარშემო და მე თავადაც მერწყული ვარ და რაღაცა ესე ბაბუა ჩემი მერწყულია.
ჩემი უფროსი დეიდაშვილი მერწყულია, სადაც თქვენ არ იცნობთ, მაგრამ თუ თქვენ ხართ ჩემი ძველი გამომწერი გულისხმობ, რომ პირველი არხი რომ მქონდა იქ თუ მომყვებით, მაშინ გეცოდინებათ ვიდეო ლაპარაკობ, იმიტომ რომ იქ რამდენიმე ვიდეოში ჩანს ეს ჩემი უფროსი დეიდაშვილი. მანამ საქართველოში ცხოვრობდა, ფაქტობრივად საქართველოში არ ცხოვრობდა და ეხლაც არ არის საქართველოში, მაგრამ როცა იყო და გემახსოვრებათ დაბადების დღეს საჩუქარი გამიკეთა სურპრიზი და რომ მოვიდა ყვავილებით და რაღაცებით, ჩემი დეიდაშვილი იყო იქ. და მოკლედ ეგ სმაილი როგორ გითხრათ ძალიან მენატრება, იმიტომ რომ like ძალიან შორს არის ეხლა და ვუსწრებ ყოველთვის ყოფის საუკეთესოს. ჩვენ ესე ახლოს ვართ როგორც ნაცნობი, იმიტომ რომ ნაცნობი ვართ რაღაცა. ესე ძალიან ახლოს არასდროს ყოფილვართ, იმიტომ რომ არასდროს არ იყო საქართველოში. არასდროს საქართველოში არ ვცხოვრია. პატარა იყო მაშინ, პატარები რო ვიყავით, მაშინ ვიყავით ახლოს ერთმანეთთან, იმიტომ რომ ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ და მე უკვე წავიდნენ საქართველოდან და როცა ჩამოდიოდა ხოლმე, მხოლოდ ზაფხულობით და ყოველთვის ჩვენთან იყო მახსოვს და მე საბოლოოდ ჩამოვიდა თითქოს საქართველოში, მაგრამ მე ისევ წავიდა საქართველოდან და მთელი მის ცხოვრება რაღაცა ესეთია. და მერწყულია და ძალიან ბევრ რამეში მგავს. აი მერწყულები ერთმანეთში ძალიან ბევრ რამეში უგავართ და ეგეც ეგეთია და აი ბაბუაჩემი მამა ჩემიც მერწყულია. ხოთა შორის ამას არ ვახსენებ ხოლმე, მაგრამ ხო, მერწყულია და ერთ და იგივე თვეს გვაქვს სხვა შორის დაბადების დღე, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღის სხვაობით. 9-ში აქ მაგას და 10-ში აქ ბაბუაჩემს. ხო და ჩვენ არ მილოცავს და მეც არ ვილოცავს ზოგადად. სულეს არის. ეხა გაჩვენებთ ესე ზედაპირულად გურიკას და ლუკას საჩუქრებს, მაგრამ აი განხილვას და შიგრები არის მაგას მე გაჩვენებთ, იმიტომ რომ like არ მინდა რომ ნახონ. და არ ვიცი ლუკა ნახავს თუ არა. ჩვენ ვიდეოებს ეხლა სიმართლე რომ გითხრათ, დიდად ვერ უყურებენ და არ უყურებენ, მაგრამ მაინც რა იცი რა ხდება და მაინც ახლა რომ მომუნდეს ყურება და ვიღუპები არ მინდა. ხომ. აქეთა ოთახებში არის გამყინვარება ხალხო. როგორც მოდიხარ ისე გცივდება, რომ ვერ წარმოიდგენთ. ზევითხოვს ხართ და რა გათქვა და ხო. თქვენ შეგიძლიათ რომ დამიწეროთ კომენტარებში თქვენი ახალი წელი როგორ იყო, ძალიან მაინტერესებს და მადლობელი ვიქნები თუ გამომხმაურებით. როგორ იყო? ბოდიში. თქვენი ახალი წელი, ან თქვენ რა მიზნები დაისახეთ ამ ახალ წელს, ან 2024 წელი თქვენთვის პირადად როგორი იყო? ძალიან მაინტერესებს. და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ გამისიარებთ. ახლა ამ ტელეფონს ამ ჩემს შტატივზე დავამაგრებ, რომ გადავიღო გოთესეთ და თან გაჩვენებ ყველაფერს. ეხლა მე დაგათვალიერებ გურიკა და ლუკას დაბადების დღეს საჩუქრებს, თუ რას ჩუქნი, იმიტომ რომ მე ალბათ ვერ მოვიცლი ამისთვის და ეხლა რადგან ძალიან მოდი გაჩვენებთ. პირველი დავიწყებ გურიკას ჩუქრით და ესეთი ლამაზი ჩანთაში ვარჩიე პირველ რიგში. მე ჩანთა და თქმა უნდა ჩუქარივით არის, იმიტომ რომ ძალიან კარგი ჩანთაა, კარგი გამოსაყენებელია. ვეცადე რომ ორივესთვის ფაქტურად თავისი რაღაცები ამერჩია. რაც მოეწონებოდა და თან გამოიყენებდნენ. ხო, ეგრე ვეცადე. ერთი არის ესეთი, არ გავხსნი რადგან თვითონ გავხსნათ. ესეთი კუდი, ეს მინდოდა, კეპი, ესეთია რაღაცა ნახატები აქვს ისინი. დამიქეთე. მე რო უკეთეთ გაჩვენებთ და თავად გახსნის. ესეთი კიდევ დევს ასეთი კუდი. გურიკასთვის და ლუკასთვის ძალიან რთულია რაღაცის არჩევა. ზომა ვიცი რა თქმა უნდა რას იცვამენ. აი ესეთი შავი ხუდი, ძალიან თბილი, კარგი და კომფორტული ხუდია. ესეთი შავი, ჯიბებიანი, კუდიანი. უკან აქვს ამერიკის like ნიუ-იორკის თავი ღირსშესანიშნაობები. გურიკას ძალიან უნდა ამერიკაში მოხვედრა. ერთ-ერთი მისი ოცნება, ძალიან დიდი ხნის, ისე როგორც ჩემი. და ვეცადე რომ რაღაცა მაგასთან დაკავშირებული საჩუქარი გამეკეთებინა.
კიდო. ამხედარ თუთი. შენ არ გიყვარს შენი ძმასავით გადაღება? კიდე ესეთი ბიგუძები მაქვს. დღეს პროვოცსა და ძალიან თუდად გავიკეთე, მაგრამ არა უშავს ესეთი. და ნახოთ ჩემ თმას თუ დაახლოს, იმიტომ რომ მე მაქვს აი სილიპინა ესეთი სწორი თმა რიზინას რო ვიჭერ ხოლმე ეს მიფუჭებ, თორემ მაგ დაუმორჩილებლად სილიპინა და ესეთი სწორი თმა და როგორც არ უნდა დავეხვიო, ეგ დიდხანს არ მიძლებს ხოლმე და ნახოთ აბა ეს როგორ იქნება. სალონში გაკეთებულიც კი არ მიძლებს დიდხანს ხვეული ჩემ თმას. ყველას მშურს მთელი ცხოვრება ხვეულით მაქვს. ნახოთ რა გამოვა. პროგვიან დავიშლი. თმა გავიკეთე, ვითომ დავიხვიე, მაგრამ ეს არის ჩემი თმის დახვევის მაქსიმუმი. აბურტყნულობა. მე კიდევ უკეთესად გაჩვენებთ, მაგრამ მოკლედ ჩემი თმა როგორც გითხარით, დიდად არ ეხვევა და არ ვიცი თან მიხდება თუ არა, მაგრამ ესეა. მოკლედ მალე 2 საათში დაახლოებით დადგება ახალი წელი და მოკლედ ჩემკარგება მინდა რომ წინასწარაც მოგილოცოთ ყველას გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, გისურვოთ რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი და ის აშინელება რაც გარეთ ხდება არ ხდებოდეს და მოკლედ განსაკუთრებით ბოლოსავ იმ ადამიანებს ვინც ახლა აქციაზე ხვდებიან ახალ წელს, იმიტომ რომ იქ ჩემი მეგობრებიც არიან, ჩემი ნაცნობებიც არიან, ბევრი ადამიანია ვისაც ვიცნობ და ბევრი ადამიანია ვისაც შემტკივა გული, ასე რომ ვფიქრობ ყველაზე მაგრები ის ადამიანები არიან, ვინც იქ დგანან და ვიცი იმენი მაქვს რომ მოდის მე ჩვენ ქვეყანაში იქნება ბედნიერება, წინსვლა მხოლოდ და ახალი იქნება საჭირო ეს აქციები და ეს ყველაფერიც ხდება. მოკლედ ყველას გილოცავთ დამდეგზე კიდევ მოგილოცავთ ეს ხა უბრალოდ მინდოდა რომ ესე დაგნახებოდით და მე კიდევ ჩემებურად მოგილოცავთ. მისიოთ არ არის სახალხო განწყობა, მაგრამ ვფიქრობ ასეთი დღეები ძალიან მნიშვნელოვანია მაინც და მაინც უნდა აღინიშნოს და მაინც მოკლედ ეს სულისკვეთება რაც ამ დღეს არის, ამ დღეს გვაქვს, ვფიქრობ რომ არაფერმა არ უნდა წაგვართოს და არ უნდა უშუალოდ რომ წაგვართოს. ეხლა მე ვფიქრობ ყველსაბამი გავიკეთო თუ რა ვქნა თქო და რა ვფიქრობ იქნებ გავიკეთო, მაგრამ რაღაცა ნიტო, მაგრამ ნახოთ. ნიკური გავიკეთე მე თვითონ ცოტა მახინჯურია, მაგრამ ნახეთ ეს ტემიდან გამოწერილი დასაკრავები რა ლამაზი აღმოჩნდა და ნახეთ როგორ უხდება ყველაფერს. მუქი მწვანე ფერი წავისვი, ზუსტად აი ამის ფერია დამნათვის ხის. ეწერა რომ ეს კაიგი არისო და რა ვიცი და აი მეორეზეც ნახეთ როგორ მაქვს. მეორეზე აი ეს ფრჩხილი მომწყდა კარის გაღების დროს, მაგრამ დამენანა ყველას დაჭრა და არ დავიჭერი. ნახეთ რომ მეზებია მაინც. რაც ჩემი გაკეთებული როა ძალიან ეტყობა. მოკლედ ვებია იწყებს ახლა ამ ბაზის აწყობას ხილებით. ეს მე მგონი ბოლოში უნდა დააყარო ცოტა ზემოდან. ეს კიდევ ჩემი კამფეტები, რომელიც მე ვიყიდე და ყველა არის ძალიან გემრიელი. ოთხი შორის. აუ მეც დაგენახებით ხა უკეთ. მე თავად გამოვიყურები ესე. შტატივს დავამაგრე ტელეფონი და მოკლედ შტატივზე დავამაგრე ტელეფონი და ეს გამოვიყურები. დაჩვენაცვისხე. ამ განათების ფონზე უფრო ლამაზი ჩანს. ნადვისხე. ეს ლამაზი იყო. კადრში. ჩემი დახოვული ვითომ დახოვულით მე. რაღაცა მაინც არის. და ხიდგა ფსტოი. მოთუნ მეტი მოგო. ის დადებენ სწორზე. იოგო პუიოგო. მე ხან ამჩვაშენი. ნევა ჯანჯუხამ შოვა. ჯანჯუხა არ მიყიდია. ძვირი ხედა რო. რა ხედა? ეს ხელისის გააწყობები ამ რა თქმა უნდა ფული დადო. ამ ფულს რატო დებენ? მგონი ბარაკის მოსაზიდად. და ესეა. მაჯერ არ გაგუშლია სუფრა. ჩვენ შეგვეშინდა
და სახლში ვიმალებით მაგიდის ქვეშ. თან ეძინება, მაგრამ თან ისინია. არა, შენ გეშინი აქ იყავი ჩემთ. მე აქ ვარ. შეგიშინდა დედი, რა იყო არ იცოდი? რაღაცება. ბაბა. დამიყენე